ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოლებდით საქართველოს თავისუფლებისთვის, ამბობს თენგიზ სიგუას ყოფილი მრჩეველი, ხელები 30 წლის შემდეგაც კი უცახცახებს. მაგრამ ის ღამე 30 სექტემბერი 1991 წელს ყველაფერი შეიცვალა. სვიად გამსახურდია მარტო დარჩა. ჩვენ, ვინც მას ყველაზე ახლოს ვიდექით, ვინც მასთან ერთად ვიბრძოლეთ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც ვიფიცეთ ერთგულება, ჩვენ მივატოვეთ იგი. და ეს არ იყო უბრალო პოლიტიკური უთანხმოება. ეს იყო ღალატი. ცივი, გათვლილი, წინასწარ დაგეგმილი ღალატი. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? რატომ ამბობს ის, რომ თენგიზ სიგუას გადაწყვეტილება არ იყო მისი საკუთარი? ვინ იდგა ამ ღალატის უკან? ამ საღამოს სამი ყოფილი მინისტრი, რომლებიც გამსახურდიას შინაგან წრეში იყვნენ, პირველად საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბოლო დღეების შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, ვინც იცოდა ყველაფერი ზვიად გამსახურდიას შესახებ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი გეგმა, ყოველი შიში, რომელიც მას აწუხებდა ღამის საათებში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იყავით ის, ვისაც პრეზიდენტი ენდობოდა უპირობოდ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, დარჩეთ ერთგული და დაიღუპოთ მასთან ერთად, თუ გადადგათ ნაბიჯი, რომელიც შეცვლის ისტორიას. 30 სექტემბერს 1991 წელს ეს ადამიანები გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ბედი. რამ აიძულა მათ ღალატი მოეხდინათ იმ ადამიანისთვის, რომელიც მათ ყველაზე ახლოს იდგა? რატომ სწორედ ამ ღამეს? და რატომ თენგიზ სიგუა, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც გამსახურდია თავის ძმად მიიჩნევდა, გახდა ამ ღალატის სიმბოლო? არქივებში, რომლებიც 30 წლის განმავლობაში დალუქული იყო, ინახება დოკუმენტები კოდით სპეციალური საქმე ნომერი 232. ამ დოკუმენტებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავდნენ გამსახურდიას უახლოესი თანამშრომლები მის დამხობას. არის ჩანაწერები საიდუმლო შეხვედრებიდან, სადაც განიხილებოდა, როგორ მოეხდინათ გადატრიალება ისე, რომ ეს ლეგიტიმურად გამოეყურებინათ. არის სატელეფონო საუბრების ტრანსკრიპტები მოსკოვთან, სადაც ხდებოდა კოორდინაცია. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის, რაც ამ დოკუმენტებში არ არის ბოლო გვერდები, სადაც უნდა ყოფილიყო ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ რეალურად დგამდა ამ ოპერაციის უკან. ეს გვერდები ამოგლეჯილია. ვინ მოაცილა ისინი? რატომ? და რა იყო დაწერილი იმ გვერდებზე, რაც არავინ უნდა შეეტყო? თენგიზი ცვლილობდა თვალწინ იხსენებს ვაჟა ადამია, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც გამსახურდიას გვერდით იდგა ბოლომდე. ივლისიდან 1991 წლიდან მან დაიწყო უცნაური შეხვედრები. გაქრებოდა საათობით და არავის უთხრობდა, სად იყო. როცა ვეკითხებოდი, გაბრაზდებოდა. ერთხელ, აგვისტოს ბოლოს, შევედი მის ოფისში გაფრთხილების გარეშე. ის სატელეფონო საუბარს აწარმოებდა რუსულად. როცა მე დაინახა, სწრაფად დაასრულა საუბარი. კითხა, რატომ არ დავაკაკუნე? მე ვუთხარი, რომ კარი ღია იყო. მან უთხრა თავის მდივანს, რომ აღარასოდეს დატოვოს კარი ღია, როცა ის საუბრობს. ვისთან საუბრობდა თენგიზ სიგუა? რატომ იყო ეს საუბარი ისეთი საიდუმლო? და რატომ რუსულად, როცა მთელი საქართველო იბრძოდა რუსული გავლენისგან გათავისუფლებისთვის? სიგუას პირადი მძღოლი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ერიდებოდა ინტერვიუებს, ახლა საუბრობს პირველად. ის ღამე 30 სექტემბერი არასოდეს დამავიწყდება. თენგიზმა მითხრა, რომ წავსულიყავით ერთ ადგილას, მაგრამ არ მითხრა სად. ვიყავით მანქანაში და ის მუდმივად უკან იხედებოდა, თითქოს ვიღაც გვადევნებდა. მივედით ერთ კერძო სახლთან ვაკეში. სახლი ბნელი იყო, მხოლოდ ერთი ფანჯარა ანათებდა მეორე სართულზე. თენგიზმა მითხრა, რომ დამელოდა მანქანაში. იყო შიგნით 2 საათი. როცა გამოვიდა, სახე ფერმკრთალი ჰქონდა. მთელი გზა უკან სიჩუმეში ვიყავით. მხოლოდ ერთხელ თქვა, ღმერთმა მიპატიოს ის, რასაც ვაპირებ. რა მოხდა იმ სახლში? ვინ იყო იქ? და რა გადაწყვეტილება მიიღო თენგიზ სიგუამ იმ ღამეს, რომ ღმერთს სთხოვდა პატიებას? საქართველოს უშიშროების სამსახურის არქივებში, რომლებიც 2018 წელს გახსნეს, ნაწილობრივ აღმოჩნდა საინტერესო დოკუმენტი. ეს იყო ანგარიში თბილისში რუსეთის ელჩის მოადგილის მოძრაობების შესახებ. 30 სექტემბერს 1991 წელს ის იყო სწორედ იმ სახლში ვაკეში, სადაც თენგიზ სიგუა შევიდა იმ ღამეს. ანგარიშში წერია, შეხვედრა გაგრძელდა 2 საათი 30 წუთი.
სიგვა გამოვიდა 33 საათსა და 45 წუთზე. გამონათება ძალიან დაძაბული იყო. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც დაწერილია ანგარიშის ბოლოს ხელით. ოპერაცია თავისუფალი საქართველოს დაწყებულია. სიგვა დათანხმდა. რა იყო ეს ოპერაცია? რას დახპირდა სიგვა რუსეთის წარმომადგენელს? და რატომ ეძახდნენ მას თავისუფალი საქართველო, როცა ის სინამდვილეში ნიშნავდა პირველი არჩეული პრეზიდენტის დამხობას? გამსახურდია იცოდა, რომ რაღაც ემზადებოდა. მისი პირადი დღიურიდან, რომელიც მისმა ოჯახმა გამოაქვეყნა 2005 წელს, ჩანს, რომ ის ეჭვობდა თავის უახლოეს თანამშრომლებს. მე-9 სექტემბერს წერს, თენგიზი უცნაურად იქცევა. დღეს, როცა ვესაუბრე მას აფხაზეთის სიტუაციის შესახებ, თვალებში არ შემხედა. ეს არ არის ის თენგიზი, რომელსაც ვიცნობ 10 წლის განმავლობაში. რაღაც ხდება, მაგრამ ვერ ხვდები რა. 15 სექტემბერს, დღეს შევიტყვე, რომ თენგიზს ჰქონდა შეხვედრა ჯაბა იოსელიანთან. არავინ არ მითხრა ამის შესახებ. რატომ? რა საქმე აქვს ჩემს პრემიერ-მინისტრს ჯაბასთან, ადამიანთან, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციას მოახდინოს ქვეყანაში? 21 სექტემბერს ხალატამდე ერთი დღით ადრე, ვგრძნობ, რომ ბოლო მოდის. ისინი, ვისაც ვენდობოდი, მემზადებიან რაღაცისთვის. მაგრამ მე არ დაუშვებ, რომ საქართველო კვლავ დაეცეს რუსეთის ხელში. თუნდაც ეს ჩემი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. იცოდა თუ არა გამსახურდია, რომ სწორედ მისი უახლოესი მეგობარი, თენგიზ სიგვა იყო ამ ღალატის ლიდერი. სვიადი მიყვარდა როგორც ძმა, ამბობს თენგიზ სიგვას ყოფილი თანაშემწე, რომელიც ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ და ეშინია დაბრუნებისა საქართველოში. მაგრამ ის იცვლებოდა. ხდებოდა პარანოიდული, ეჩვიანი, ავტორიტარული. ის, ვინც იბრძოდა დემოკრატიისთვის, თავად ხდებოდა დიქტატორი. თენგიზი ამას ხედავდა. ჩვენ ყველანი ვხედავდით. მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებინა? ის იყო პრეზიდენტი, არჩეული ხალხის მიერ. თენგიზმა სცადა მასთან საუბარი, სცადა მისი დარწმუნება, რომ უნდა შეეცვალა კურსი. მაგრამ ზვიადი აღარ უსმენდა არავის. მაშინ თენგიზმა მიიღო ყველაზე რთული გადაწყვეტილება თავის ცხოვრებაში. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ვერსია. სხვები ამბობენ, რომ სიგვა თავიდანვე იყო რუსეთის აგენტი, რომ მთელი ეს ღალატი იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია. ვის უნდა დავუჯეროთ? და რა არის სიმართლე იმ ღამის შესახებ, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი დარჩა მარტო? 30 სექტემბერს 1991 წელს თენგიზ სიგვამ მოიწვია პრესკონფერენცია. ეს იყო 9 საათი საღამოს. გამსახურდია იყო საპრეზიდენტო სასახლეში, ელოდა ანგარიშს აფხაზეთის სიტუაციის შესახებ. სიგვა უნდა მისულიყო მასთან 10 საათზე. მაგრამ ის არ მივიდა. ამის ნაცვლად ის გამოჩნდა ტელევიზიაში და განაცხადა, მე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაცხადებ, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კარგავს კონტროლს სიტუაციაზე. მისი გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას. მე ვითხოვ მის გადადგომას. ეს იყო პირველი საჯარო ღალატი. მაგრამ რატომ სწორედ ამ დღეს? რა მოხდა იმ დღეს, რამაც აიძულა სიგვა, რომ ასე სწრაფად მოქმედებოდა? და ვინ იყო მასთან ერთად იმ პრესკონფერენციაზე, ვინც მხარს უჭერდა? პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ინახება საქართველოს ტელევიზიის არქივში, აჩვენებს საინტერესო დეტალებს. სიგვას უკან დგანან 6 ადამიანი. ყველა მათგანი იყო გამსახურდიას მთავრობის წევრი. მაგრამ ერთი ადამიანი, რომელიც დგას სიგვას მარჯვნივ, არის უცნობი. მისი სახე ნახევრად ჩრდილშია, მაგრამ ექსპერტებმა, რომლებმაც გაანალიზეს ეს ჩანაწერი, ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერი, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა თბილისში. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ იყო ის იქ? და რატომ არავინ არ ამბობს მის შესახებ? გამსახურდიამ, როცა ნახა ეს პრესკონფერენცია ტელევიზიით, დაურეკა სიგვას. ეს საუბარი ჩაიწერა საპრეზიდენტო სასახლის უსაფრთხოების სამსახურმა. ჩანაწერი გახსნეს 2015 წელს. გამსახურდია ეუბნება სიგვას, თენგიზ რა გააკეთე? ჩვენ ძმები ვართ. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ საქართველოს თავისუფლებისთვის. რატომ მიმიტოვე ახლა, როცა ყველაზე მეტად მჭირდები? სიგვას პასუხი ცივია, ზვიად, შენ აღარ ხარ ის ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობდი. შენ ხდები დიქტატორი. მე არ შემიძლია ამის ნახვა. გამსახურდია, ვინ გითხრა ეს? ვინ გაბრალა შენს წინააღმდეგ?
თენგიზ გეხვეწები, მოდი და ვისაუბროთ პირისპირ. სიგუა, ძალიან გვიანია სვიად. ძალიან გვიანია. და აკეტებს ტელეფონს. ეს იყო ბოლო საუბარი ორ ადამიანს შორის, რომლებიც ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. რატომ თქვა სიგუამ ძალიან გვიანია? გვიანი რისთვის? და ვინ იყო ის, ვინც გაბრალას სიგუა გამსახურდიას წინააღმდეგ? იმ ღამეს 30 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე თბილისში დაიწყო უცნაური მოძრაობები. სამხედრო მანქანები, რომლებიც არ ეკუთვნოდა საქართველოს ეროვნულ გვარდიას, შემოვიდნენ ქალაქში. ეს იყო მხედრიონის ძალები, ჯაბა იოსელიანის პარამილიტარული ორგანიზაცია. მათ დაიკავეს სტრატეგიული პუნქტები, ტელევიზია, რადიო, ცენტრალური ტელეფონის სადგური. გამსახურდია, რომელიც იყო საპრეზიდენტო სასახლეში, გაიგოეს მხოლოდ ღამის 2 საათზე. მან სცადა დაერეკა თავდაცვის მინისტრს, მაგრამ ტელეფონი არ მუშაობდა. სცადა გაეგზავნა ადამიანი, მაგრამ სასახლე უკვე გარშემორტყმული იყო. ეს იყო კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია, ამბობს ყოფილი გვარდიელი, რომელიც იმ ღამეს იცავდა სასახლეს. ისინი იცოდნენ ზუსტად რა უნდა გაეკეთებინათ და როდის. ეს არ იყო სპონტანური აჯანყება. ეს იყო გადატრიალება, რომელიც გეგმავდა კვირების, შესაძლოა თვეების განმავლობაში. ვინ გეგმავდა ამ ოპერაციას? რა როლი ჰქონდა თენგიზ სიგუას? და რატომ არავინ არ გააფრთხილა გამსახურდია იმაზე, რაც მოდიოდა? 21 სექტემბრის დილას 1991 წელს თბილისის ცენტრში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არავინ მოელოდა. ეს იყო ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც 4 თვის წინ გადადგა თავისი თანამდებობიდან მოსკოვში. მან ჩამოფრინდა კერძო თვითმფრინავით, რომელიც დაიშვა თბილისის აეროპორტში ზუსტად 7 საათზე დილით. აეროპორტში მას ხვდებოდა თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი. ისინი ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ უცნობი მიმართულებით. ეს შეხვედრა დაფიქსირდა საქართველოს უშიშროების სამსახურის აგენტის მიერ, რომელიც იმ დღეს მუშაობდა აეროპორტში. მისი ანგარიში, რომელიც 50 წლის განმავლობაში იყო დალუქული, ამბობს, შევარდნაძე და სიგუა ერთმანეთს ეხვეოდნენ, როგორც ძველი მეგობრები. იოსელიანი მათ უკან მიჰყვებოდა. ისინი საუბრობდნენ რუსულად. გავიგონე სიგუას სიტყვები, ყველაფერი მზადაა, როგორც შევთანხმდით. რაზე შეთანხმდნენ ისინი? როდის? და რატომ სწორედ შევარდნაძე, ადამიანი, რომელსაც მოსკოვთან ყველაზე ძლიერი კავშირები ჰქონდა, გამოჩნდა თბილისში სწორედ გადატრიალების დღეს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ პრეზიდენტი, რომელიც ხალხმა აირჩია 86%-ით. თქვენ იბრძოლეთ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, იჯექით ციხეში, გაიტანეთ წამება. ახლა თქვენ ხართ თავისუფალი საქართველოს ლიდერი. მაგრამ ერთ დილას ივიძებთ და ხვდებით, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი, თქვენი თავდაცვის მინისტრი, თქვენი უახლოესი მრჩევლები, ყველანი გიღალატეს. ქალაქი გარშემორტყმულია სამხედრო ძალების მიერ, რომლებიც არ ემორჩილებიან თქვენს ბრძანებებს. ტელეფონები არ მუშაობს. ტელევიზია გადაცემს, რომ თქვენ ხართ დიქტატორი, რომელიც უნდა გადადგეს. და მაშინ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო თვეების განმავლობაში და თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთ. სწორედ ასე გრძნობდა თავს სვიად გამსახურდია 21 სექტემბრის დილას. რა გაიარა მისმა გონებამ იმ საათებში? ვის ეძებდა დახმარებას? და რატომ არავინ არ მოვიდა მის დასახმარებლად? საპრეზიდენტო სასახლის დაცვის უფროსი, რომელიც იმ დღეს იყო გამსახურდიასთან, იხსენებს, პრეზიდენტი ცდილობდა დაერეკა ყველას, ვისაც ენდობოდა. მაგრამ ან ტელეფონები არ მუშაობდა, ან ადამიანები უბრალოდ არ პასუხობდნენ. ერთ-ერთ მომენტში მან მითხრა, ისინი ყველანი იყვნენ ჩართულები. ყველანი. როგორ ვერ შევამჩნიე, მან გამოიღო ერთი დოკუმენტი თავისი სეიფიდან. ეს იყო წერილი, რომელიც მას მიუღია 2 კვირის წინ ანონიმური ადამიანისგან. წერილში წერდა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პრემიერ-მინისტრი გეგმავს თქვენს დამხობას. ის მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. გთხოვთ, იყავით ფრთხილად. გამსახურდიამ არ დაუჯერა ამ წერილს. მან თქვა, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომ თენგიზი არასოდეს გაუღალატებდა. ახლა ის იჯდა ამ წერილით ხელში და იმეორებდა, როგორ ვერ დავუჯერე. როგორ ვერ დავინახე. ვინ გაუგზავნა ეს წერილი გამსახურდიას? როგორ იცოდა ამ ადამიანმა იმის შესახებ, რაც მოხდებოდა? და რატომ არავინ არ ეძებს ამ ადამიანს, რომელმაც სცადა პრეზიდენტის გაფრთხილება?
იმავე დღეს 11 საათზე დილით თენგიზ სიგუამ მოიწვია მთავრობის გადაუდებელი სხდომა. ეს სხდომა გაიმართა არა მთავრობის შენობაში, არამედ ერთ კერძო რეზიდენციაში ვაკეში, იმავე სახლში, სადაც სიგუა იყო 30 სექტემბრის ღამეს. სხდომაზე დამსწრე იყვნენ 12 მინისტრი, ჯაბა იოსელიანი და ედუარდ შევარდნაძე. ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, რომელიც იყო იმ სხდომაზე, ახლა ცხოვრობს გერმანიაში და პირველად საუბრობს იმაზე, რაც მოხდა. სიგუამ განაცხადა, რომ გამსახურდია უნდა დააპატიმრონ ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხის გამო. მან თქვა, რომ პრეზიდენტი კარგავს გონებას, რომ ის გეგმავს სისხლიან რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. მე ვიცოდი, რომ ეს სიცრუე იყო. მე ვიყავი გამსახურდიასთან ერთი დღით ადრე და ის იყო სრულიად ნორმალური, ლოგიკური. მაგრამ როცა ვსცადე ამის თქმა, შევარდნაძემ ჩამაწყვეტინა. მან თქვა, ჩვენ არ გვაქვს დრო დებატებისთვის. ოპერაცია უკვე დაწყებულია. ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგ არის. ეს იყო მუქარა. ღია მუქარა. რატომ შევარდნაძე, რომელიც ოფიციალურად არ იყო საქართველოს მთავრობის წევრი, ხელმძღვანელობდა ამ სხდომას? ვინ მისცა მას ეს უფლება? და რა იყო ის ოპერაცია, რომელიც უკვე დაწყებულია? საქართველოს ეროვნული ბანკის არქივებში, რომლებიც გაიხსნა 2021 წელს, აღმოჩნდა საინტერესო დოკუმენტები. 1991 წლის აგვისტოში ერთი თვით ადრე გადატრიალებამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოვიდა 2 მილიონი დოლარი რუსეთის ბანკიდან. ეს თანხა გადაირიცხა სამ კერძო ანგარიშზე. ერთ-ერთი ეს ანგარიში ეკუთვნოდა თენგიზ სიგუას ახლო ნათესავს. მეორე ჯაბა იოსელიანის ორგანიზაციას. მესამე უცნობ ოფშორულ კომპანიას, რომლის მფლობელი დღემდე არ არის დადგენილი. ბანკის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც დაამუშავა ეს ტრანზაქციები, ამბობს, მე მითხრეს, რომ ეს იყო ლეგიტიმური ბიზნეს ოპერაცია. მაგრამ რაღაც არ იყო სწორი. ასეთი თანხები არ შემოდიოდა ჩვეულებრივი არხებით. და ის ფაქტი, რომ ეს მოხდა სწორედ გადატრიალებამდე ერთი თვით ადრე, ეს ვერ იქნება შემთხვევითობა. ვინ გაგზავნა ეს თანხა? რისთვის? და რა იყო ის ოფშორული კომპანია, რომელმაც მიიღო 1 მილიონი დოლარი? 21 სექტემბრის საღამოს 7 საათზე გამსახურდიამ გადაწყვიტა, რომ დატოვოს საპრეზიდენტო სასახლე და წავიდეს ხალხთან. მან ფიქრობდა, რომ თუ ხალხი დაინახავდა, რომ მას ემუქრებიან, ისინი გამოვიდოდნენ მის დასაცავად. მაგრამ როცა მან სცადა სასახლიდან გასვლა, დაცვის უფროსმა მითხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო. სასახლე გარშემორტყმული იყო მხედრიონის ძალების მიერ. ნებისმიერი მცდელობა გასასვლელად შეიძლება დასრულებულიყო სროლით. გამსახურდიას ყოფილი მრჩეველი იხსენებს, პრეზიდენტმა მაშინ გააცნობიერა, რომ ის მახეში იყო. მან მითხრა, ისინი მინდათ მკვდარი, არა ცოცხალი. თუ მე გავალ იქიდან, ისინი მკლავენ და იტყვიან, რომ მე ვცადე გაქცევა ან რაღაც სხვა. მე უნდა დავრჩე აქ და ვიბრძოლო ბოლომდე. მე ვკითხე, როგორ შეიძლებოდა ბრძოლა, როცა ყველა მის წინააღმდეგ იყო. მან მიპასუხა, არა ყველა. ხალხი ჩემთან არის. და ისტორია გამართლებს მე. იყო თუ არა გამსახურდია მართალი? იყო თუ არა ხალხი მის მხარეს? თუ ეს იყო მხოლოდ ილუზია, რომელიც ეხმარებოდა მას გაეძლო იმ საშინელ დღეებს? იმავე საღამოს 9 საათზე თენგიზ სიგუამ გამოსვლა გააკეთა ტელევიზიით. ეს იყო მისი მეორე გამოსვლა 24 საათის განმავლობაში. ამჯერად ის უფრო აგრესიული იყო. მან განაცხადა, სვიად გამსახურდია უარს ამბობს გადადგომაზე. ის ატარებს თავს საპრეზიდენტო სასახლეში და ემზადება შეიარაღებული წინააღმდეგობისთვის. ჩვენ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა ვაცხადებთ, რომ გამსახურდია აღარ არის პრეზიდენტი. ის არის კანონგარეშე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს იყო ღია გამოცხადება ომისა. მაგრამ რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად შოკში აგდებდა მაყურებლებს? სიგუას გვერდით იჯდა ედუარდ შევარდნაძე და როცა სიგუამ დაასრულა თავისი გამოსვლა, შევარდნაძემ თქვა, მე ვბრუნდები საქართველოში, რათა დავეხმარო ჩემს ხალხს ამ რთულ მომენტში. ჩვენ ვაშენებთ ახალ საქართველოს, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც იქნება ნაწილი ევროპული ოჯახისა. რატომ შევარდნაძე, რომელიც 4 თვის წინ იყო საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა საუბრობდა ახალი საქართველოს შენებაზე? ვინ მოიწვია ის? და რა როლი ჰქონდა მას ამ გადატრიალებაში? 22 სექტემბრის დილას 1991 წელს საპრეზიდენტო სასახლეზე დაიწყო შეტევა. მხედრიონის ძალებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ჯაბა იოსელიანი, გარშემორტყეს შენობა და მოითხოვეს გამსახურდიას ჩაბარება.
პრეზიდენტთან იყო მხოლოდ 30 ერთგული გვარდიელი და რამდენიმე მრჩეველი. მათ არ ჰქონდათ საკმარისი იარაღი, არ ჰქონდათ საკვები, არ ჰქონდათ წყალი. მაგრამ გამსახურდია უარს ამბობდა ჩაბარებაზე. ერთ-ერთი გვარდიელი, რომელიც იყო სასახლეში იმ დღეებში იხსენებს, პრეზიდენტი ყოველდღიურად გვეუბნებოდა, დღეს მოვა დახმარება. ხალხი გამოვა ჩვენს დასაცავად. არმია, რომელიც ერთგული არის კონსტიტუციისა, მოვა და დაგვიცავს. მაგრამ დღეები გადიოდა და არავინ მოდიოდა. ჩვენ ვუსმენდით რადიოს, სადაც ამბობდნენ, რომ გამსახურდია არის დიქტატორი, რომ ის კლავს უდანაშაულო ადამიანებს, რომ ის გიჟია. ეს იყო სიცრუე, მაგრამ ხალხი სჯეროდა. ან შეეშინდა გამოსვლის. რატომ არავინ არ გამოვიდა გამსახურდიას დასაცავად? სად იყო ის ხალხი, რომელმაც მას 86% მისცა არჩევნებში? და რატომ არმია, რომელიც ფიცდებდა კონსტიტუციის დაცვაზე, არ მოვიდა პრეზიდენტის დასახმარებლად? საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივებში არის დოკუმენტი, რომელიც ხსნის ამ კითხვას. 21 სექტემბერს 1991 წელს თავდაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება ყველა სამხედრო ნაწილს, არ მოახდინოთ ჩარევა პოლიტიკურ კონფლიქტში. ყველა სამხედრო ნაწილი უნდა დარჩეს თავის ბაზებში და არ გამოეხმაუროს პრეზიდენტის შესაძლო ბრძანებებს. ეს ბრძანება ნიშნავდა, რომ არმია ნეიტრალური იქნებოდა, ან უფრო სწორად, რომ ის არ დაიცავდა პრეზიდენტს. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც დაწერილია ამ დოკუმენტის ბოლოს. ეს ბრძანება გაცემულია შეთანხმებით პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუასთან და ედუარდ შევარდნაძესთან. როგორ შეეძლო პრემიერ-მინისტრს და ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ოფიციალური თანამდებობა, გაეცათ ბრძანება არმიისთვის? ვინ მისცა მათ ეს უფლება? და რატომ თავდაცვის მინისტრი, რომელიც დაინიშნა გამსახურდიას მიერ, ემორჩილებოდა მათ და არა პრეზიდენტს? 35 სექტემბერს 1991 წელს, 2 კვირის ალყის შემდეგ, გამსახურდიამ გადაწყვიტა, რომ დატოვოს საპრეზიდენტო სასახლე. არა იმიტომ, რომ ჩაბარდა, არამედ იმიტომ, რომ მან გაიგო, თუ ის დარჩებოდა, მისი ერთგული გვარდიელები ყველანი მოკვდებოდნენ. ღამის 2 საათზე, საიდუმლო გვირაბით, რომელიც აერთებდა სასახლეს ძველ ქალაქთან, გამსახურდია და მისი ახლობლები გავიდნენ. მათ გაიარეს თბილისი და წავიდნენ დასავლეთ საქართველოში, სადაც პრეზიდენტს ჯერ კიდევ ჰყავდა მხარდამჭერები. ერთ-ერთი გვარდიელი, რომელიც იყო გამსახურდიასთან იმ ღამეს, იხსენებს, როცა ვიყავით გვირაბში, პრეზიდენტმა გაჩერდა და უკან მოიხედა. მან თქვა, მე დავტოვე ჩემი სასახლე, მაგრამ არ დავტოვებ ჩემს ხალხს. მე დაუბრუნდები. და ისინი, ვინც მიმიღალატა, პასუხს აგებენ ისტორიის წინაშე. ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც მან თქვა თბილისში. დაბრუნდა თუ არა გამსახურდია? რა მოხდა მას დასავლეთ საქართველოში? და რა იყო თენგიზ სიგუას რეაქცია, როცა მან გაიგო, რომ პრეზიდენტი გაიქცა? 35 სექტემბრის დილას, როცა გახდა ცნობილი, რომ გამსახურდია დატოვა სასახლე, თენგიზ სიგუამ მოიწვია გადაუდებელი პრესკონფერენცია. მან განაცხადა, სვიად გამსახურდია გაიქცა. ის არის მაცდური, რომელიც მიატოვა თავისი ხალხი. ჩვენ, ახალი მთავრობა, ვიღებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მართვაზე. ჩვენ პირდებით დემოკრატიას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს. მაგრამ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც ინახება არქივში, ჩანს, რომ სიგუა ძალიან დაძაბული იყო. მისი ხელები უცახცახებდა, ხმა უკანკალებდა. ერთ მომენტში, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ მან უღალატა გამსახურდიას, სიგუამ დაკარგა კონტროლი. მან ყვირილით თქვა, მე არ გავუღალატე. მე გადავარჩინე საქართველო. გამსახურდია გვიყვანდა კატასტროფისკენ. შემდეგ ის გაჩუმდა, თითქოს გააცნობიერა, რომ ზედმეტი თქვა. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იჯდა მის გვერდით, ჩაერია და თქვა, ჩვენ ყველანი გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო ქვეყნის გადასარჩენად. რატომ დაკარგა სიგუამ კონტროლი? რას გრძნობდა ის იმ მომენტში? და რატომ შევარდნაძემ ისე სწრაფად ჩაერია, თითქოს ცდილობდა სიგუას გაჩუმებას? 1992 წლის იანვარში, 2 თვის შემდეგ გამსახურდიას გაქცევიდან, თბილისში გამოჩნდა დოკუმენტი, რომელიც არავინ მოელოდა. ეს იყო ხელნაწერი წერილი თენგიზ სიგუასგან მიმართული რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსისადმი. წერილი დათარიღებული იყო აგვისტოთი 1991 წლით, 1 თვით ადრე გადატრიალებამდე. ამ წერილის ასლი გაჟონა უცნობმა ადამიანმა, რომელიც მუშაობდა ახალი მთავრობის აპარატში. წერილში სიგუა წერდა, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ოპერაცია, რომელზეც შევთანხმდით. გამსახურდიას მოცილება ხელისუფლებიდან მოხდება სექტემბრის ბოლოს.
ჩვენ გვჭირდება თქვენი გარანტიები, რომ მოსკოვი აღიარებს ახალ მთავრობას და გაგვიწევს ეკონომიკურ მხარდაჭერას. ეს წერილი გახდა ბომბი. ის ამტკიცებდა, რომ სიგუა მართლაც მუშაობდა რუსეთთან, რომ გადატრიალება დაგეგმილი იყო მოსკოვთან კოორდინაციით. მაგრამ სიგუამ განაცხადა, რომ ეს იყო ყალბი დოკუმენტი, პროვოკაცია გამსახურდიას მხარდამჭერების მხრიდან. ვინ გაჟონა ეს წერილი? იყო თუ არა ის ნამდვილი? და თუ ნამდვილი იყო, რატომ სიგუა წერდა რუსეთის უშიშროების სამსახურს პირდაპირ? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ახლახან მოაშორა ხელისუფლებას პრეზიდენტი, რომელსაც ხალხმა აირჩია. თქვენ ამბობთ, რომ გააკეთეთ ეს ქვეყნის გადასარჩენად დემოკრატიის დასაცავად. მაგრამ ერთ დილას ივიძებთ და ხედავთ, რომ გაჟონილია დოკუმენტი, რომელიც გიკავშირებთ რუსეთთან, იმ ქვეყანასთან, რომლისგანაც საქართველო ცდილობდა გათავისუფლებას. თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგები ამბობენ, რომ თქვენ ხართ მოღალატე, რუსული აგენტი. ხალხი, რომელიც თავიდან გჯეროდათ, იწყებს ეჭვის შეტანას. და თქვენ იცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რომ მალე გამოვა მეტი დოკუმენტი, მეტი მტკიცებულება. რას გრძნობდა თენგიზ სიგუა იმ დღეებში? შეეშინდა თუ არა, რომ სიმართლე გამოვიდოდა? და რა იყო ის სიმართლე, რომელსაც ის ასე ცდილობდა დაემალა? საქართველოს პარლამენტის არქივებში არის ოქმი საიდუმლო სხდომისა, რომელიც გაიმართა თებერვალში 1992 წელს. ამ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა მოითხოვა თენგიზ სიგუას გამოძიება იმ წერილის გამო, რომელიც გაჟონდა. ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელიც იყო გამსახურდიას მხარდამჭერი, თქვა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სიგუამ ახსნას, რატომ წერდა რუსეთის უშიშროების სამსახურს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოძიება დაიწყოს იმის შესახებ, ვინ დააფინანსა გადატრიალება. ჩვენ მოვითხოვთ სიმართლეს. მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც იმ დროისთვის უკვე იყო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ჩაერია. მან თქვა, ეს არის პროვოკაცია. ეს არის მცდელობა დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამას ყური. შემდეგ მან დასწინა რაღაც, რაც ჩაიწერა ოქროში, მაგრამ შემდეგ ამოიშალა. თენგიზ სიგუა მუშაობდა ჩვენი ყველას ინტერესებისთვის. ის, რაც მან გააკეთა, იყო აუცილებელი. რას ნიშნავდა ჩვენი ყველას ინტერესებისთვის? ვინ იყო ეს ჩვენ? და რატომ ამოიშალა ეს წინადადება ოქმიდან? 1992 წლის მარტში თენგიზ სიგუამ გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ოფიციალური მიზეზი იყო ჯანმრთელობის პრობლემები. მაგრამ ისინი, ვინც მას ახლოს იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ ეს არ იყო სიმართლე. სიგუას ყოფილი თანაშემწე, რომელიც ახლა ცხოვრობს კანადაში, საუბრობს პირველად, თენგიზი იძულებული გახდა წასულიყო. შევარდნაძემ მითხრა, რომ სიგუა ხდებოდა პრობლემა. ძალიან ბევრი ადამიანი ეჩვობდა მას, ძალიან ბევრი კითხვა იყო მის შესახებ. შევარდნაძეს სჭირდებოდა სუფთა იმიჯი და სიგუა აზიანებდა ამ იმიჯს. ამიტომ მან სთხოვა სიგუას, რომ წასულიყო მშვიდად და სანაცვლოდ დაპირდა, რომ დაიცავდა მას ნებისმიერი გამოძიებისგან. ეს ნიშნავდა, რომ სიგუა იყო მსხვერპლი? თუ ის იყო თამაშის ფიგურა უფრო დიდ თამაშში? და რა იყო ის, რისგანაც შევარდნაძე პირდებოდა მის დაცვას? საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივებში არის საქმე, რომელიც აღიბეჭდა მხოლოდ 2021 წელს. ეს არის გამოძიების მასალები თენგიზ სიგუას შესახებ, რომელიც დაიწყო 1992 წლის აპრილში, ერთი თვის შემდეგ მისი გადადგომიდან. გამოძიება ეხებოდა იმ $2 მილიონ, რომელიც შემოვიდა საქართველოში რუსეთიდან გადატრიალებამდე ერთი თვით ადრე. გამომძიებლები ცდილობდნენ დაედგინათ, სად წავიდა ეს თანხა და ვინ იყო ის ოფშორული კომპანია, რომელმაც მიიღო 1 მილიონი. მაგრამ მაისში 1992 წელს გამოძიება უეცრად შეწყდა. ბრძანება გამოსცა პირადად ედუარდ შევარდნაძემ. ბრძანებაში წერია, ეს გამოძიება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას. ის უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. რატომ შეაჩერა შევარდნაძემ გამოძიება? რისი შიში ჰქონდა? და რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა, რამაც აიძულა ის, რომ ასე რადიკალურად მოქმედებოდა? ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე, ახლა ცხოვრობს ამერიკაში და პირველად საუბრობს იმაზე, რაც აღმოაჩინა, ჩვენ გავყევით ფულის კვალს. ის $2 მილიონი, რომელიც შემოვიდა რუსეთიდან, გაიყო სამ ნაწილად. ერთი ნაწილი წავიდა თენგიზ სიგუას ოჯახის ანგარიშზე. მეორე ჯაბა იოსელიანის ორგანიზაციაში, იარაღის შესაძენად. მესამე, და ეს იყო ყველაზე საინტერესო, წავიდა ოფშორულ კომპანიაში, რომელიც რეგისტრირებული იყო კვიპროსში. ჩვენ გავარკვიეთ, ვინ იყო ამ კომპანიის რეალური მფლობელი.
ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ახლოს იყო ედუარდ შევარდნაძესთან. როცა ჩვენ მივიდით ამ ინფორმაციით ჩვენს უფროსთან, მან გვითხრა, რომ დაგვივიწყოთ ყველაფერი, რაც ვნახეთ. 2 კვირის შემდეგ გამოძიება შეწყდა. ვინ იყო ეს ადამიანი, რომელიც იყო ახლოს შევარდნაძესთან? რატომ მიიღო ის $1 მილიონი რუსეთიდან? და რა იყო ის, რისი დანახვაც არ უნდა ყოფილიყო გამომძიებლებს? 1992 წლის ივნისში თენგიზ სიგუა გაუჩინარდა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ის აღარ იძლეოდა ინტერვიუებს, აღარ ესწრებოდა პოლიტიკურ ღონისძიებებს. ის ცხოვრობდა თავის სახლში თბილისში, იშვიათად გამოდიოდა. მისი მეზობლები ამბობდნენ, რომ ის შეიცვალა. ის გახდა ჩაფიქრებული მოუსვენარი, იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი. ღამით ხშირად ანათებდა მის ოფისში. ერთხელ როცა ვიყავი მის ეზოში, გავიგონე, როგორ საუბრობდა ვიღაცასთან ტელეფონით. ის ყვიროდა, თქვენ დამპირდით. თქვენ მითხარით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ახლა ყველა მემაბრალებს. შემდეგ დაინახა მე და სწრაფად შევიდა სახლში. ვისთან საუბრობდა სიგუა? რას დაპირდნენ მას? და რატომ გრძნობდა ის თავს მიტოვებულად? 1992 წლის დეკემბერში, ზუსტად 1 წლის შემდეგ გადატრიალებიდან, მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. სვიად გამსახურდია, რომელიც იბრძოდა დასავლეთ საქართველოში, მოკლეს. ოფიციალური ვერსია იყო, რომ მან თავი მოიკლა, როცა მიხვდა, რომ გარშემორტყმული იყო. მაგრამ ბევრი ადამიანი არ სჯეროდა ამ ვერსიას. ისინი ამბობდნენ, რომ გამსახურდია მოკლეს, რომ ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. როცა თენგიზ სიგუამ გაიგო გამსახურდიას სიკვდილის შესახებ, მან ჩაკეტა თავი თავის სახლში 3 დღით. არავინ არ ნახა ის იმ დღეებში. მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ის არ ჭამდა, არ სძინავდა, მხოლოდ იჯდა თავის ოფისში და უყურებდა ფანჯარას. რას ფიქრობდა სიგუა იმ დღეებში? გრძნობდა თუ არა ის პასუხისმგებლობას გამსახურდიას სიკვდილისთვის? და იყო თუ არა ის ჩართული იმ ოპერაციაში, რომელმაც დაასრულა პირველი პრეზიდენტის ცხოვრება? საქართველოს უშიშროების სამსახურის არქივებში არის ანგარიში იმ ოპერაციის შესახებ, რომელმაც დაასრულა გამსახურდიას ცხოვრება. ეს ანგარიში გახსნეს 2021 წელს და ის შეიცავს შოკისმომგვრელ ინფორმაციას. ოპერაცია დაგეგმილი იყო ნოემბრიდან, 1992 წლიდან. მასში ჩართული იყვნენ საქართველოს უშიშროების სამსახური, რუსეთის სპეცნაზი და ჯაბა იოსელიანის მხედრიონი. მიზანი იყო გამსახურდიას ცოცხლად დაჭერა, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მისი ლიკვიდაცია. ანგარიში არის სია იმ ადამიანების, ვინც იცოდა ამ ოპერაციის შესახებ წინასწარ. ამ სიაში არის ედუარდ შევარდნაძე, ჯაბა იოსელიანი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების სამსახურის უფროსი. და არის კიდევ ერთი სახელი, რომელიც ხელით ამოშლილია. ექსპერტებმა, რომლებმაც გაანალიზეს დოკუმენტი, ამბობენ, რომ ამოშლილი სახელის ადგილას შეიძლება იყოს დაწერილი თენგიზ სიგუა. იცოდა თუ არა სიგუა, რომ გამსახურდიას კლავდნენ? თუ იცოდა, რატომ არ გააფრთხილა ის? და თუ არ იცოდა, რატომ დამალეს მისგან ეს ინფორმაცია? 1992 წლის დეკემბრის 38-ს, 2 დღის შემდეგ გამსახურდიას სიკვდილიდან, თენგიზ სიგუამ გააკეთა რაღაც, რაც არავინ მოელოდა. მან დაურეკა ერთ-ერთ ჟურნალისტს და თქვა, რომ სურდა ინტერვიუს მიცემა. ეს იყო პირველი ინტერვიუ 9 თვის განმავლობაში. ჟურნალისტი მივიდა სიგუას სახლში იმავე საღამოს. ის, რაც მან იქ ნახა, შოკში ჩააგდო. სიგუა გამხდარიყო, დაბერებული, იხსენებს ჟურნალისტი. მისი ხელები უცახცახებდა, თვალები ჩაფლული ჰქონდა. როცა დავიწყე კითხვები გამსახურდიას შესახებ, ის დაიწყო ტირილი. მან თქვა, მე ვიფიქრე, რომ ვაკეთებდი სწორს. მე ვიფიქრე, რომ ვარჩენდი საქართველოს. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მე ვიყავი თამაშის ფიგურა. ისინი გამიყენეს და შემდეგ მიმატოვეს. მე ვკითხე, ვინ იყო ისინი. მან არ მიპასუხა პირდაპირ, მაგრამ თქვა, ის ადამიანები, რომლებიც დამპირდნენ, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, რომ ჩვენ ავაშენებდით დემოკრატიას. მაგრამ სინამდვილეში მათ სჭირდებოდათ მხოლოდ ის, რომ მოეშორებინათ გამსახურდია და დაემყარებინათ თავიანთი კონტროლი. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა დაპირდნენ მათ სიგუას? და რატომ გრძნობდა ის თავს გამოყენებულად? ინტერვიუ არასოდეს გამოქვეყნდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მეორე დღეს მას დაურეკეს უშიშროების სამსახურიდან და უთხრეს, რომ ეს ინტერვიუ არ უნდა გამოქვეყნებულიყო. მე მითხრეს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის სტაბილურობას, ამბობს ჟურნალისტი.
მე ვკითხე, რატომ? მან მითხრა, იმიტომ რომ სიგუა ამბობს ისეთ რამეებს, რომლებიც არავინ უნდა გაიგოს. მე ვკითხე, რა რამეებს? მან არ მიპასუხა. ჟურნალისტმა შეინახა ინტერვიუს ჩანაწერი, მაგრამ ის გამოაქვეყნა მხოლოდ 2015 წელს, თენგიზ სიგუას სიკვდილის შემდეგ. ამ ჩანაწერში სიგუა საუბრობს იმაზე, რომ მას დაპირდნენ, რომ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა, რომ რუსეთი აღარ ჩაერეოდა საქართველოს საქმეებში. მაგრამ სინამდვილეში, ამბობს სიგუა, გადატრიალების შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა რუსეთზე. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, ამბობს სიგუა ჩანაწერში. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ერთი ბატონი შეგვეცვალა მეორე ბატონით. რას ნიშნავდა ეს? ვინ იყო ის ბატონი, რომელიც შეცვალა გამსახურდია? და რატომ სიგუა ამბობდა ამას მხოლოდ ახლა, 2 წლის შემდეგ გადატრიალებიდან? 1993 წელს თენგიზ სიგუას სცადა პოლიტიკაში დაბრუნება. მან შექმნა საკუთარი პარტია და განაცხადა, რომ აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ მისი კამპანია ჩაიშალა სწრაფად. ადამიანები, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ, იწყებდნენ პრობლემებს. ზოგიერთი დააპატიმრეს გამოგონილი ბრალდებებით. ზოგიერთი უბრალოდ გაუჩინარდა. სიგუას ყოფილი თანაშემწე იხსენებს, ეს იყო ნათელი მესიჯი, სიგუამ არ უნდა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში. ის იცოდა ძალიან ბევრი და ეს ხდიდა მას საშიშს. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იმ დროს იყო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, არ სურდა, რომ სიგუა ესაუბრა იმაზე, რაც მოხდა 1991 წელს. სიგუამ გააგრძელა თავისი კამპანია, მაგრამ არჩევნებში მიიღო მხოლოდ 2% ხმების. ბევრი ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, რომ სიგუას რეალურად ბევრად მეტი ხმა ჰქონდა. მაგრამ ვერავინ ვერაფერს დაამტკიცა. რატომ არ სურდა შევარდნაძეს სიგუას დაბრუნება პოლიტიკაში? რისი შიში ჰქონდა? და რა იყო ის, რაც სიგუამ იცოდა და რაც შევარდნაძე არ სურდა, რომ საზოგადოებამ გაეგო? 1995 წელს თენგიზ სიგუა კვლავ გაუჩინარდა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ის ცხოვრობდა მშვიდად თავის სახლში, იშვიათად გამოდიოდა. მაგრამ ის არ წყვეტდა კონტაქტს რამდენიმე ახლო ადამიანთან, რომლებსაც ენდობოდა. ერთ-ერთი ეს ადამიანი იყო მისი ძველი მეგობარი, რომელთანაც ერთად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ 7-იანი წლების ბოლოს. ეს მეგობარი ახლა ცხოვრობს ისრაელში და პირველად საუბრობს იმაზე, რაც სიგუა უამბო მას. თენგიზმა მითხრა, რომ ის ინახავდა დოკუმენტებს. დოკუმენტებს, რომლებიც ამტკიცებდა, რომ გადატრიალება დაგეგმილი იყო რუსეთთან კოორდინაციით, რომ ფული შემოვიდა მოსკოვიდან, რომ შევარდნაძე იცოდა ყველაფერი წინასწარ. მან თქვა, რომ ეს დოკუმენტები იყო მისი სიცოცხლის დაზღვევა. თუ რამე მოხდებოდა მას, ეს დოკუმენტები გამოქვეყნდებოდა. მე ვკითხე, სად ინახავდა მათ? მან არ მითხრა, მაგრამ თქვა, ისეთ ადგილას, სადაც არავინ ვერ იპოვის, გარდა ერთი ადამიანისა, რომელსაც ვენდობი უპირობოდ. სად იყო ეს ადგილი? ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც სიგუა ენდობოდა? და არსებობს თუ არა ეს დოკუმენტები დღემდე?